ქართული ოცნება ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცებას და აზრის კონტროლს სულ უფრო ხისტი მეთოდებით ცდილობს ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებებით წინააღმდეგ ესახება, ამიტომ ახალი და ახალი კანონებით ცდილობს უკანონოდ აქციას სხვადასხვა ორგანიზაცია. ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების დანაკლისი მუდმივად იყო, ახლა ახალი შიშები გააქტიურდა, კიდევ უფრო ცუდად არის საქმე, როცა ვსაუბრობთ რეგიონულ ორგანიზაციებზე, სადაც ადამიანური რესურსების განსაკუთრებული დანაკლისია ხოლმე. ამიტომ დღეს იმ გამოწვევებზე სასაუბროთ, რაც რეგიონულ ორგანიზაციებს აქვთ, მოვიწვიეთ სოლიდარობის თემების აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე და რადიო მარნეულის მთავარი რედაქტორი კამილა მამედოვა. მადლობა მოსვლისთვის, დასაწყისისთვის გკითხავთ იმას, რას საქმიანობს თქვენი ორგანიზაციები, მსმენელს რო გააცნოთ რა მიმართულებით მუშაობთ აქტიურად. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, სოლიდარობის თემი დავარსეთ 4 წლის წინ და მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ჩვენი სამიზნე ჯგუფები არიან მუსლიმი თემი, აჭარიდან ეკომიგრანტები, ასევე ქალები, ახალგაზრდები და განსაკუთრებით ყურადღებას ბოლო წლებია ვამახვილებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, კონკრეტულად ხის მეჩეთების დაცვა, პოპულარიზება და რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციაზე მუშაობთ. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. საუბარი საჭირო არის და რეგიონული მედია ყოველთვის დანაკლის განიცდის ამაზე, ამიტომ მადლობა, რომ გვეძლევა ეს პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენ შესახებ ვისაუბროთ, სამწუხაროდ გარკვეულწილად გასაჭირზე გვიწევს საუბარი და არა რაღაც უფრო პოზიტიურ საკითხებზე. რადიო მარნეული არის გრძელი ისტორია, მაგრამ მოკლედ უნდა მოვყვე. ეს არის 2006 წლის BBC-ს პროექტი, ერთ-ერთი პირველი უმსხვილესი დაფინანსება ევროკავშირის, როდესაც სადღაც ზოგადად კარგი იდეები საქართველოსთვის ყოველთვის განვითარებულ ქვეყნებში არის მოფიქრებული და აქ საჭიროა მხოლოდ ნება და განხორციელება, მაგრამ აქაც ხშირად ვიჭედებით როგორც ჩანს და ახლანდელი ამბები ზუსტად ამაზე მიგვითითებს. ეს არის BBC-ს იდეა, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მქონოდათ სათემო მედია. სათემო, იმიტომ რომ ის რაღაც სიმყუდროვეს თემა არის, სადაც უშუალოდ თვითონ თემი იქნება ჩართული, საკუთარ წარმატებებზე, სიხარულზე, გასაჭირზე თვითონ ისაუბრებდა და თავადვე დაიწყებდა ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეიძლება რაღაც გარკვეული საკითხების მოგვარება. ეს არის ისტორია ესეთი, თავისი იდეით და ფილოსოფიით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ რადიო მარნეულს არ მისცეს სამაუწყებლო ლიცენზია იმ დროს, იმიტომ რომ ეს ღია მიკროფონი და ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის საკითხი მაშინდელ ხელისუფლებასაც ეს იდეა როგორც ჩანს არ მოწონდა. თუმცა ასე გამოვიდა, რომ ქართული ოცნება ხო მოვიდა იმ ეგიდით, რომ მედია გათავისუფლდება და აი ამ ვთქვათ ნარატივში ჩვენც მოვახერხეთ ლიცენზიის, სამაუწყებლო ლიცენზიის მიღება ძალიან მარტივად და გვეგონა რომ მართლა დგება ის პერიოდი, როდესაც მედია იქნება თავისუფალი, კრიტიკული და ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი საქმე აკეთოს. მაგრამ მოვედით იქამდე, ყოველთვის ვამბობ იმას, რომ ყოფილი, ვთქვათ, ხელისუფლება იდეის დაბადებას არ აძლევდა შესაძლებლობას და ეს ხელისუფლება უკვე ცოცხალ ორგანიზმს კლავს. პრინციპში აი თქვენ ხანგრძლივი ისტორია გაქვთ და ეს ოცნების მოლოდინებზეც თქვი და სოლიდარობის თემი დაფუძნდა უკვე ოცნების დროს, თუმცა ის საკითხები, რომლებზეც აქტიურად მუშაობთ, იკვეთება მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეულ საკითხთა ადვოკატირებისთვის და ამ პროცესში მათი ჩართულობა ან დაინტერესება ამის დღის წესრიგში შემოტანა, ასე ვთქვათ. რამდენად გქონდათ განცდა დაფუძნებიდან რაიმე დროს მაინც, რომ დაინტერესებული არიან სახელმწიფო უწყებები, ან მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არის და ახლა როგორ უყურებთ მაგ საკითხს, რამდენად არის შემოტრიალებული ეგ?
ხო, რადგან ჩვენ რეგიონში მუშაობთ და ალბათ კამილასაც ეგეთი პრაქტიკა ექნება, წარმოუდგენელია თვითმმართველ ორგანოსთან მუშაობის გარეშე საქმიანობის წარმოება. თითქმის წარმოუდგენელია უფრო სწორად, რადგან ჩვენ გქონდა და გვავაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიც არის სტატუსის არსებობა მეჩეთების შემთხვევაში, ხო? ესეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის თადაცვის სააგენტოს მიუმართოთ და მათ მიანიჭონ სტატუსი კონკრეტულ მეჩეთებს, რომლებიც საუკუნეებს ითვლის. ამ შემთხვევაში ჩვენ გქონდა უამრავი მიმართვა, კვლევად ჩავატარეთ 25 მეჩეთთან დაკავშირებით, ამიტომ მუდმივად გქონდა ისეთი განცდა და მაშინაც მეტწილად ცალმხრივი იყო პარტნიორობა, ჩვენ მიმართავდით და ცდილობდით რაღაც რეაგირებები გქონოდა. მას შემდეგ მუნიციპალურ დონეზე ვაწყდებოდით ისეთ თქვათ გამოწვევებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. და ეს ეხლა რაც მახსენდება არის სამშობიარო განყოფილების დახურვის პრაქტიკა, რომელიც თითქმის წელიწადნახევრის წინ იყო, ხო? ამ დროს ჩვენ ვნახეთ, რომ და ამ ადვოკატირებას უწევდით ამ პროცესს, რადგან თითქმის ქედაშუა ხევსურეთში პირველადი დახმარების მიღების გარდა შეუძლებელია სერვისი მიიღოს ავადმყოფოში. ამას სჭირდება ადგილობრივი ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების, ჩვენ შემთხვევაში აჭარის რეგიონში ავტონომიურ რესპუბლიკაში ყურადღების მიქცევა და ჯანდაცვის სამინისტროს ესე რომ ვთქვათ ჩარევა, რადგან ჩვენ ვერ შევძლებთ ისეთი სტრუქტურის შექმნას და სახელმწიფო სწორედ იმიტომ გვჭირდება ადამიანებს, რომ შექმნას სისტემა, სადაც ადგილობრივ მოსახლე შეიძლება მიიღოს სერვისი და არ მოუწიოს ამის გამო მიგრაციას, ამ შიდა მიგრაციას გულისხმობ, წავიდეს ბათუმში. და ხო ეს ჩვენი მოთხოვნა რაც იყო, რომ სამშობიარო განყოფილება შეინარჩუნებინათ, შევძელით. მათ შორის გვქონდა სხვადასხვა მიმართვები, პეტიციები, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აქ ასევე ვიტყვი, რომ მთიან ნაწილში იალაღებზე აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გქონდა მიმართვა, რომ ასევე პირველადი დახმარების ცენტრი უფრო გაძლიერებული იყო, ქალებისთვის რესურსები შეენარჩუნებინათ და ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რაზეც პეტიცია, ასე ვთქვათ, შედგა შეთანხმება, მაგრამ პრაქტიკაში არაფერი გაკეთებულა სამწუხაროდ. ხო, ამიტომ ყოველ დონეზე გვიწევს მათ შორის, გვიწევდა უფრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, დღეს უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ უკვე რუსული კანონის შემდეგ საერთოდ აღარც თანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, რადგან უფუნქციოა ადგილობრივი თვითმმართველობაც და მათ შორის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ მტრად გვაცხადებს. გასაგებია. აი რადიო მარნეული, რაცაც მნიშვნელოვანი ასევე რასაც აკეთებდა, თქვენ ეთნიკური უმცირესობებთან მუშაობდით და რამდენიმე ენაზე აწოდებდით რა. მანდაც სახელმწიფოს როლი მაინტერესებს. ერთი ის, რომ აზერბაიჯანულად და სომხურ ენებზე რატომ არის საჭიროება ეგრო უკეთ დავანახოთ მსმენელს, რომ მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია და სახელმწიფოს დაინტერესება რამე ეტაპზე რამდენად იყო, რომ საერთოდ ენის შესწავლის ან სათანადო სერვისების გამართვის ნაწილი მოგვარებულიყო, ან ხომ არ იყო პირიქით სახელმწიფო განზრახ ხელის შემშელი იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია სათანადოდ მომხდარიყო. ჩვენ დღის მანძილზე 40-მდე ამბავს ვთარგმნით აზერბაიჯანულ ენაზე. იმიტომ რომ ამ პროპაგანდას რა თქმა უნდა ძალიან რთულია რომ გაუწიო კონკურენცია, ესე ვთქვათ, მაგრამ აი რაღაცა კუნძული რო ხარ, რომელიც ალტერნატივას აძლევს და რატო? იმიტომ რომ წლების მანძილზე, ანუ 30 წლის განმავლობაში მანამდე ხო რუსული ენა იყო საბჭოთა პერიოდში, აი ამის გადასვლა ისე ხდებოდა, რომ ანუ სახელმწიფო არ იყო და უმცირესობები რა თქმა უნდა არ იყო პრიორიტეტი კი არა, გადარჩენაზე იყო 90-იან წლებში. ამიტომ აი ეს გადასვლები, აი რაღაც პოსტსაბჭოთა პერიოდიდან, რომ რუსული აღარ არის რაღაც ის ენა, რომელიც ეთნიკურ
აზერბაიჯანელებს, სომხებს და ქართველებს შორის შეიძლება იყოს კომუნიკაციის შესაძლებლობა. ანუ ეს პერიოდი გამორჩა სახელმწიფოს და 2000-იანი წლები იწყება და როდესაც უკვე აშკარა ხდება და შესაძლებლობა ევროინტეგრაციის ამ ქვეყნის და არის მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის, იქ უკვე ჩვენ შევეჭიდეთ იმას, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არ იციან ქართული ენა, არ არიან ამის გამო ჩართული არც ერთ ინსტიტუციაში, რუსული სკოლები არის, არ არის პროგრამები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს შესაძლებლობას მისცემდა, რომ ესწავლათ ქართული ენა, იმიტომ რომ ინკლუზიური მიდგომა არის საჭირო, ესეც არ არის და ეს ყველაფერი არის ახალი. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა საქართველოს უყურებდა ყოველთვის მეზობელ ქვეყნის პრიზმიდან. იმიტომ რომ თუ უნდათ რომ რამე ინფორმაცია ქონოდა რაღაც აზერბაიჯანს და სომხეთს, აქ ყოველთვის ყავდათ მაგალითად კორესპონდენტები, რომლებიც ყვებოდნენ საქართველოს ამბებს, მაგრამ რა თქმა უნდა მათ საკუთარი პოლიტიკა ჰქონდათ და საკუთარი ხედვა ჰქონდათ ამ ქვეყნის მიმართ და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა საკუთარი მშობლიურ ენაზე იგებდა რაც ხდება მის ქვეყანაში უცხოური ტელევიზიიდან. და ამის ალტერნატივის დანახვა არის საჭირო ყოველთვის და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ეს რომ საქართველოსკენ მოგვეტრიალებინა ჩვენი მოქალაქეები და მეორე გვემსჯელა იმაზე თუ როგორ შეგვიძლია დავაჩქაროთ პროცესები რომ ახალი თაობა დაიწყოს ქართული ენის შესწავლა იმისთვის რომ მათთვის იყოს ეს კომფორტული ამ ქვეყანაში რომ იცხოვრონ, გახდნენ კონკურენტუნარიანები, დაიწყონ სწავლა, მუშაობა და ასე შემდეგ. ეს პროცესები რომ არა ევროკავშირის ინტეგრაციის ეს მექანიზმების ჩართვა, მე მგონია რომ დღემდე არ იმუშავებდა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ახლანდელი გადმოსახედიდან ხვდებით, რომ ეს იყო არა სახელმწიფოში მყოფი ჯგუფის, ისე ვთქვათ, ინტერესი რომ ნამდვილად მოხდეს ინტეგრაცია. არამედ რაღაც ვალდებულება იმისთვის რომ სხვანაირად ევროკავშირი რაღაც არ მიგვიღებს და ვალდებულება გვაქვს რომ რაღაცა ეთნიკურ უმცირესობების ენებზე რაღაცები გავაკეთოთ, მაგალითად მარნეულის მერიას რამდენივე ბრძოლეთ იმისთვის რომ Facebook გვერდზე დაეწერათ ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზეც. რომ ადამიანი მიხვდეს რა ხდება, ბიუჯეტირება როგორ ხდება, ისედაც მაგალითად მარნეულის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობა არ იცის ქართული ენა, ქართულ ენაზე იმართება საკრებულოს ხდომა და შლაგბაუნებებით ესე აწევენ ხელს, აზრზეც კი არ არიან რომ რას აძლევენ ხმას, მაგრამ პარტიამ თქვა და უნდა გააკეთონ და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მათ განვითარებაზეც ხო არის საუბარი და ზუსტად ეს არის პრობლემა. როდესაც რაღაც ერთი რაღაც ინსტიტუცია გაქვს და ამბობ რომ ამას ვაკეთებ. ეს გრძელი დასახელების უმოქმედო სამინისტრო რო გვაქვს რეინტეგრაციის და რაღაცის სამინისტრო, რომელიც სტრატეგიას გიდებს, რომ 10 წელიწადში ეთნიკური უმცირესობები ისაუბრებენ ქართულ ენაზე და ბაღიდან დაიწყება და ეთნიკურ უმცირესობებს დასახლებულ სოფლებში არ არის ბაღი. და მოკლედ ეს ყველაფერი იმდენად კომპლექსური პრობლემაა და თუ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლებასთან სახელმწიფოსთან კოლაბორაციაში უნდა ვიყოთ რეალურად, იმიტომ რომ დავანახოთ პრობლემა და ისინი დაიწყონ მოქმედება, ხო? ეს უნდა წესით იყოს ყველაფერი, ის რომ ერთ მიზნამდე მივდივარ და გამოდის რომ შენ პრობლემას ანახებ, მას არ სურს ამის გაკეთება და შენ ხარ ცუდი ამასობაში და შენ ხარ აგენტი.
აი მაგის სანაცვლოდ ეს პროპაგანდა ახლა ოცნების პროპაგანდა სრულად იმაზე დგას, რომ ერთი დომინანტური მაგალითად რაღაცა ის იქნება ეს მართლმადიდებლობის ცენტრში წარმოდგენა ქართული გვარის თუ ქართული სახელების ძალიან სასაცილო რაღაცას გეტყვით, აი რო კონდათ პროპაგანდისტული ერთი ნარატივი ენა მამული სარწმუნოება და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს რო აჭერინებდნენ და ამ პოსტერებს და ნუ ენა არიციან სარწმუნოება სხვა აქვს და მამული ერთადერთი რაც აერთიანებ და მოკლედ ძალიან კომიკურია ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, მაგრამ ნუ აი მიყვებიან ამ პარტიულ ნარატივს, იმიტომ რომ რაღაც 1-2 თეთრი აქვთ სტაბილური, იმიტომ რომ რაც ანუ ყოველი არჩევნების მერე მარნულის მერის შტატი იზრდება და იზრდება, ისეთი დასაქმებულებიც ვიცით, რომელიც მერიაში არასდროს არც არიან ნამყოფი, თუმცა ხელფასი ერიცხებათ, იმიტომ რომ რაღაც კარუსელში მიიღეს მონაწილეობა და პარტიისთვის იშრომეს. ამ ნაწილში მე მაინტერესებს აი პროპაგანდამ რამდენად იმუშავა აი ადგილობრივ დონეზე, აი მაგალითად თქვენ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის წინ წამოწევას და პრინციპში ამ მრავალფეროვნების დანახებას ცდილობთ საზოგადოებისთვის, ამასთან ადგილობრივ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობთ, მათ შორის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით და ცდილობთ რაღაც დღის წესრიგში შემოიტანოთ საკითხები, რაც პრინციპში მგონია რომ უნდა იყოს ადამიანებისთვის საინტერესო, მაგრამ როცა პროპაგანდა მუშაობს, რომ ეს რაღაცა დომინანტური იდეები იყოს და ამ საფარველის ქვეშ მოაქციოს ვიღაცები და ვინც ამ საზღვარს ოდნავ მიღმა მაინც არის რაღაცნაირად პირიქით უფრო გარიყოს, რამდენად აქვს ამას ეფექტი ადგილობრივ სივრცეზე, რამდენად წამლავს პროპაგანდა განწყობებს ადგილზე და წინააღმდეგობა თუ არის გაზრდილი ან თანამშრომლობის შესაძლებლობა რა დაინტერესება თუ არის შეცვლილი. როგორ მოქმედებს მოკლედ რიგით მოქალაქეებზე თუ არის რამე გავლენა? კი. ხა თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ეს იმდენად ფართე და ჩახლართული ქსელია, რომ ვეცდები წარმოვაჩინო ჩემი ხედვებით ამასთან დაკავშირებით. პროპაგანდა განსაკუთრებით ქართველ მუსლიმებზე, მათ შორის, როდესაც ქვეყანაში უკვე წლებია ვითხოვთ თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის საკითხს, წლებია უკვე ვითხოვთ და წარმოვიდგინეთ ეს ხალხი გარეთ წვიმაში თოვლში ნებისმიერ ამინჩი ლოცულობს. სახელმწიფო პოლიტიკა წარმოგიდგენიათ როგორიც უნდა იყოს, ხომ? უნდა დავიცვათ ამ ადამიანების უფლებები. ამასთან დამატებული ქართველი მუსლიმებით დასახლებული მუნიციპალიტეტები, ხომ? სადაც სოციალური პრობლემები საკმაოდ მძიმეა, წყალი, გაზი, როგორც აღნიშნე ჯანდაცვის სექტორი, ხომ? კიდევ ერთხელ რომ დავამატოთ ხის მეჩეთების საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მწვავედ დგას, ინგრევა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია სჭირდება და ამ დროს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს და მცირე დეტალს აკეთებს წინასაარჩევნოდ, ამას მერე შევეხები. რა თქმა უნდა, ქართველი მუსლიმები თემი უნდა იყოს კრიტიკულად ხომ განწყობილი, მაგრამ პროპაგანდა იმდენად ძლიერია, რომ მათ შორის და ასევე პროპაგანდას მინდა რომ დავამატო დაშინება და ამ შემთხვევაში ზეწოლის ნაწილი, რომ მათ შორის თემი ხმამაღლა ვერ საუბრობს მათ პრობლემებზე და საჭიროებებზე და ამ რაღაცა თითქოს სხვა ადამიანებზე ხელის შეწმენდით, რომ დავიცვათ ქართული კულტურა, ტრადიციები, ცდილობენ რომ მათ შორის ქართველი მუსლიმები გაერთიანონ ამ რაღაც ხედვებში, მოაქციონ, თუმცა ხმის გარეშე, გაუქრონ, ჩაუხშან ხმა. რომ ვერ ამოიღონ ციფრები ესე ცდილობენ რომ მიიგერონ თუ ვერ მივხვდი ბოლომდე რას ამბობ. ის არის რომ პრობლემებში და მათ შორის პრობლემებზე არ ამოიღონ ხმა, თუმცა ქართველობის დამადასტურებლად და კონფესიურის გარდა ეთნიკურობის ნაწილში გააერთიანონ და ეს ძალიან მწვავე პრობლემაა, იმიტომ რომ შენ ვერ გიწევს მათ შორის როცა ესეთი კაფიო პრობლემები გაქვს, ეხა იყო რამადან ბაირამი, ხომ? და ამ დროს ნახეთ, რომ სამთავრობო უწყებები ამ პრობლემებზე, რომელიც ჩამოთვალე, ხის მეჩეთები და სხვა უამრავი და არანაირი ზრუნვის ფაქტორი არ არის სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფო უწყება და სახელმწიფო უწყობს მათ ესე ვთქვათ, სუფრას, სადაც ასე ვთქვათ, რამადან ბაირამის ღამის
სპირიტუალი არის ვახშამი, იქ მიდის მუსლიმი თემი და ესწრება რაღაც მადლიერებას გადასცემენ. ეს ხომ ყველაფერი ანუ მეტწილად ფსევდოა, როცა ამხელა კრიტიკა, ამხელა რაღაცა ზეწოლა არის, რომ ეს ადამიანები ვერ იღებენ ხმას, ამიტომ მათი პროპაგანდა გადადის სხვა ადამიანებზე და ხელიშეწმენდის მიზანია და აქეთ რეალურ პრობლემებზე არ პასუხი. და ესეც სხვა მერე მუნიციპალურ დონეზე საკმაოდ ძიმე დაისახება და რატომ ალბათ მერე შევეხებით სიპებზე და აიპებზეც ვისაუბრებთ. იცით რა არის, ანუ აქ ორი ჩემი თვალსაზრისით ორი ახსნა აქვს იმას, რომ ადამიანები ეთანხმებიან იმ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს. ერთი არის, რომ მათ არ აქვთ ამ სახელმწიფოსთან შეხება, ანუ ეს ადამიანი აქ ცხოვრობს და არ აქვს არანაირი იმედი ამ ხელისუფლების არც ანუ სამართლიანობის და ასე შემდეგ და ამიტომ ცდილობს, რომ აი თავის რაღაც კომფორტის ზონაში არის და ძირითადად აი მაგალითად ქვემო ქართლში ხო რაღაც კერძო ბიზნესი არის და რაღაც თავისი პატარა მაღაზია თუ ბოსტანი აქვს და რაღაცა, ანუ აქვს რაღაცა საკუთარი კომფორტისთვის დამაკმაყოფილი რესურსი და მას არ უნდა რომ რაღაც კონფლიქტში შევიდეს ხელისუფლებასთან, რომ ესეც არ წაართვას, იმიტომ რომ ნუ აი ეს რაღაც გარკვეულწილად უმცირესობების თემა, 90-იანების სირთულეები, დატოვა გარკვეული კომპლექსები, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ეთნიკურ უმცირესობაა, თუ გინდა რომ რაღაცნაირად შეურაცხყოფა მიაყენო ან რაღაცა, სულ ყიდულობენ შენთვის ბილეთს იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში გაგიშვან, იმიტომ რომ აი რაღაც ეს ილინკები აზერბაიჯანთან, ილინკები სომხეთთან და ამიტომ აი სულ გეუბნებიან, რომ უნდა წახვიდე, ეს შენი სახლი არ არის, შენ აქ სტუმარი ხარ და როდესაც შენ გრძნობ, რომ შენ ხარ სახლში და უცებ შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ ეს შენი სახლი არ არის, შენ საქართველოში ცხოვრობ, ანუ აი ეს კომპლექსები, რომელიც არის ამ ადამიანებში დღემდე და გადადის თაობიდან თაობამდე, მაინც აი ეს ადამიანები თავს იკავებენ, რომ გახდნენ კრიტიკულები, რომ ანუ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, იმიტომ რომ მოდის ეს მერე რაღაც აგრესია მათ მიმართ და ეს არის, რომ ის არ ერევა, ეუბნება, ანუ არიან ესენი, იყონ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ტრადიციულად ეთნიკური უმცირესობები ხელისუფლებას აძლევენ ხმას. ეს არის არასტაბილურობის თემაში, იმიტომ რომ ეჩვევიან, აი აქ ყველაფერი ცუდად ხო არის, ის რაღაცას იპოვის თავისთვის, რაღაც თავის პატარა სამყაროს შექმნის, მორჩა ყვაყოფილი არის, ახლა ეს ხელისუფლება რო შეიცვლება, მე რა იქნება, მე როგორ ვიქნები, ის როგორ არის, იმიტომ რომ ინფორმაცია არ გააჩნია იმ ალტერნატივის შესახებ და ეს შინი, ანუ აი შიშის ფაქტორი არის, რაც აჩუმებს ამ ადამიანებს და არ აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოხატონ რაღაც საკუთარ არაინფორმირებულობა და ეს შიშის ფაქტორი და ამიტომ ქართულმა ოცნება უთხრა რომ არ გინდა, ხო არ გინდა ომი, მშვიდობა ხო გინდათ, იმიტომ რომ ანუ ქვემო ქართლში მშვიდობამ ძალიან მაგრად იმუშავა, პლუს კიდე აზერბაიჯანის ანუ ძალიან ისეთი აქტიური ჩარევა, იმიტომ რომ ყოველთვის ეხმარება ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ, როდესაც დელეგაციები ჩამოდიან აზერბაიჯანიდან, მინისტრები, ეს ჰალსტუკიანი ხალხი დადის სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან და ეუბნება ჩვენ გვაწყობს ქართული ოცნება. ანუ წარმოიდგინეთ როგორი აბსურდი ხდება ამ ქვეყანაში, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმომადგენელი ჩამოდის და აზერბაიჯანელს ეუბნება, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და ეუბნება მე მაწყობს, რომ შენ აქ იცხოვრო ქართული ოცნების პირობებში და ის ამბობს რახან მაგათ აწყობთ კი ბატონო და აი ეს მთლიანად ეს სტრუქტურა იმდენად არის გაშლილი, ნუ პლუს კიდე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რეგიონებში არ არის ისე განვითარებული მაინც არასამთავრობო სექტორი და ნუ აბსოლუტურად უმოქმედო ის არის რა ქვია ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე 2 კვირით ადრე იწყებს მუშაობას. ანუ აი იდეოლოგია, რომ იმოქმედონ, იმუშაონ, მათ არ აქვს, ყველაფერი წყდება ცენტრში და
ცენტრში მყოფი პოლიტიკოსებს აი სულ არ აღელვებს როგორ ვარ მე კამილა მარნეულში და რა მაინტერესებს, რა არ მაინტერესებს. ძალიან ბევრი პარტია შეგნებულად არ მუშაობს ეთნიკურ უმცირესობების რეგიონში, იმიტომ რომ ამბობენ ესენი ხო ტრადიციულად ხმას ხელისუფლებას აძლევენ და რად გვინდა ჩვენ ახლა რესურსები დავხაროთ და ყველაფერი გადადის ფულზე. ანუ იდეოლოგიაზე არ გადადის, ანუ ვერ ნახულობენ ადამიანს, რომელიც ანუ აი მართლა გულწრფელად სჯერა რომ მაგალითად ამ პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაცა ისეთი პოტენციალი და მე მინდა ხალხს გავუზიარო. ანუ ესეთი რაღაცა არ არსებობს. ანუ ვინ გადაუხდის ფულს, ვინ არ გადაუხდის ფულს, სიაში მე რამდენი იქნება და იქამდე რო გადის, ანუ ამ ხალხს აღარ სჯერა და ამბობს აგერ ეს არის, აგერ მე ასე ვმუშაობ და ვცხოვრობ და ნორმალურად ვარ, თქვენი ჭირება თავი დამანებეთ და არის ის სურათი რაც არის. აი ახსენე არასამთავრობო სექტორის ნაკლებად განვითარება რეგიონებში. მაგ მიზეზებს რო ვისაუბროთ, როგორ ფიქრობთ, რატო ხდება ეგრე? ერთი ანუ რატომ ხდება ისე რომ რაღაცნაირად ცენტრშია თავმოყრილი ხოლმე რაღაც რესურსები, რომლის მე ფრაგმენტულად შეიძლება ნაწილდებოდეს რეგიონებში, არის ეს უბრალოდ რეგიონების გათიშვა და პასიურობა და ამ რეგიონების დაცლა აქტიური ადამიანებისგან, იმიტომ რომ იქ შესაძლებლობას ვერ ნახულობენ თუ კიდე რამე დამატებითი მიზეზებიც არის. მაგალითად ეს ურთიერთობების სიმჭიდროვე, პირადად მეც რეგიონიდან ვარ და იქ გავატარე რაღაცა 18 წელი და ჩემთვის მაგალითად ეს სიმჭიდროვე ურთიერთობების იყო იმდენად წნეხი, რომ იქ მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც მადარდებს ჩემი რეგიონის ბედი, იქ რაღაცა საქმიანობა ძნელად წარმომედგინა. მე მაინტერესებს აი მაგ მიზეზებზე რო ვისაუბროთ, რატო შეიძლება ხდებოდეს ისე, რომ რეგიონებში ბოლო ჯამში აი რაღაც მართლა აჭარაში რასაც აკეთებთ არის ძალიან შეზღუდული და მცირე და ცოტა ადამიანი თუ აკეთებს და პრინციპში ხო ნუ მედიაზე როცა ვსაუბრობთ, ისედაც რეგიონული მედია ძალიან შეზღუდული რესურსებით არსებობს. მაგაზე შემიძლია მე გაგცეთ მაგასთან დაკავშირებით ჩემი ხედვები, სამ ფაქტორს გამოვუყობ ამასთან დაკავშირებით რა. პირველი ის რომ საქართველოში ზოგადად არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერა საკმაოდ მიზერულია და ეს დასავლური მხარდაჭერები ვერ აისახება ქვეყანაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა და საქმიანობა არის დასაგეგმი და განსახორციელებელი. პირველი ამას დავასახელებ, მეორეს დავასახელებ იმას, რომ პროპაგანდა, რომელიც სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ქართული ოცნების ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მომართულია ჩვენს მიმართ, არასამთავრობო სექტორის მიმართ, უკვე თითქმის 2 წელზე მეტია მიმდინარეობს. ანუ რთულია ამ კონტექსტში ამ სექტორის არსებობა, ჩვენ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორის არსებობა, როდესაც სახელმწიფო და კონკრეტულად ქართული ოცნება მუდმივად ებრძვის კრიტიკულ ხმას ჩვენი სახით და მესამე, რა თქმა უნდა, რეგიონის შემთხვევაში არსებობს ძალიან მიკრო დონეზე პირადი კომუნიკაციები, ასე ვთქვათ, სანაცნობო წრე და ამ სექტორის არსებობა, ასევე და მათ შორის, როდესაც ესეთ საქმიანობაზე მუშაობ, არის შემთხვევაში პოზიციონირება გამოწვევებზე და პრობლემის მოგვარებაზე. და მეტწილად საკმაოდ დიდი ბარიერი გაქვს, როგორც აქტივის, როგორც ამ სექტორის წარმომადგენელს, შენ იმუშაო და ხმამაღლა დააფიქსირო და თქვა თუ რა არის პრობლემის გადაჭრის მექანიზმები. იმიტომ რომ იქ და მათ შორის შენი ნაცნობები და ახლობლები შესაძლოა მერიაში ან საკრებულოში მუშაობდნენ. აი ამ სამ ფაქტორს გამოვყავდი მე. მე მგონია რომ ძალიან კომპლექსურია, რაც შენ აღნიშნე, ანუ ყველაფერი არის, თუმცა NGO სექტორშიც არის ეს რაღაც ბაბლის თემა. პლუს კიდე ცხადია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები დაიწყეს მუშაობა რეგიონებში მცხოვრები, ანუ ადამიანის აქტიური ადამიანიც, ხო? ანუ არიცის ეს სისტემა როგორ მუშაობს, თბილისში უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ცენტრალური, ანუ თბილისში დარეგისტრირებული ორგანიზაციები იქნებიან წარმომადგენლები და ისინი იმუშავებენ რეგიონებთან და შენ ხარ ამ ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს, აწყობს ტრენინგს, ის ჩამოიყვანს ვიღაცას და რაღაც აი ძალიან ისეთი თემები არის, წლები, უბრალოდ წლები
გაგრძელდა ასე რა და ადგილზე გაიზარდნენ აქტიური ადამიანები, მაგრამ მათ მაინც აი რაღაც გასახანს არ აძლევენ, იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციას ეუბნებიან, რომ რეგიონი სუსტია და ის დამოუკიდებლად ამ თანხებს ვერ მართავს. თბილისიდან ხედვა ცოტა სხვანაირია, მე მახსოვს, რომ მარნეულში 2002 წლიდან სადღაც 1.8 წელი საერთაშორისო ორგანიზაციები მარტო კომპიუტერის კურსს და ქართული ენის კურსებს აფინანსებდნენ და ცოტა რაღაც განსხვავებულ პროექტს რო დაწერდი, ის ანუ ვერც კი აღიქვავდა, რომ შეიძლება რომ მარნეულში რაღაც უფრო სხვა თემებზე შეიძლებოდეს გაკეთება პროექტების და აი ეს უნდობლობის თემა გამოიწვია, მე თითო კაცი გამოჩნდა რეგიონებში და უბრალოდ ბოლო წლებში მე დავინახე, რომ ეს აქტივისტები დაიღალნენ. იმიტომ რომ ეს პროპაგანდაც რო წავიდა, ეს აგრესია, იმიტომ რომ ნამდვილად შეუძლებელია თვითმმართველობის გარეშე რაღაც პროექტების განხორციელება იმ გრადობისთვის საჭიროა რომ ეს რაღაც აქტივობა მე გადავიდეს თვითმმართველობის პასუხისმგებლობაში და ისინი მოგცენ შესაძლებლად. მაგალითად, ანუ განათლებაზე მომუშავე ორგანიზაციები დღეს სკოლაში ვერ შედიან. იმიტომ რომ უთხრეს რომ NGO არა. არ შეიძლება და შენ უნდა დარეკო რესურს ცენტრი კიდევ ვიღაცას და შენ სამინისტროში რეკავ და სამინისტრო გეუბნება სკოლა დამოუკიდებელი არის. მაგრამ არ არის დამოუკიდებელი, ანუ არ გიშვებს, იმიტომ რომ ეს შიშის ფაქტორი შექმნეს და ვეღარ მუშაობენ ეს აქტივისტებიც და ეს NGO-ებიც, იმიტომ რომ შეუძლებელია. თუმცა უნდა ისიც აღინიშნოს, როდესაც აი ამ კრიტიკულ ზღვარზე მივედით, როდესაც რუსული კანონი იყო და ათასობით რო ტრენინგი ჩაატარეს სოფელში და ამდენი ახალგაზრდა გადაამზადეს და რაღაცა, ეს არც ერთი ახალგაზრდა არ დადგა ჩვენს გვერდით, როდესაც ჩვენ გამოვედით მარნეულში რუსული კანონის გასაპროტესტებლად. აი ეს არის ლუსტრაცია იმის თუ როგორ მუშაობდა ალბათ არასამთავრობო სექტორი, მე არის ცალკეული წარმატებული, რა თქმა უნდა, მაგალითები და ამას ვერ დავუკარგავთ და ჩვენ გავიზარდეთ, ანუ ჩვენ ვართ ამის პროდუქტები, ისე ვთქვათ, ხო? აი ამ სამოქალაქო სექტორის მედიის განვითარებაში ჩადებული რესურსი, თუმცა იმდენა უფრო მეტი ფული დაიხარჯა და ჩვენ ვერ ვხედავთ შედეგს, იმიტომ რომ როდესაც მარნეულის მერიასთან გამოვიდა 20 კაცი, ну, ჩემთვის ეს იყო ძალიან გასაკვირი და დღეს, როდესაც სხვა რეგიონებთან შედარებით, როდესაც ყოველდღიურად ახალციხეში მაგალითად ტარდება საპროტესტო აქციები და ხალხი გამოდის რამდენიმე საათი, ჩვენ ასეთი რესურსი, მაგალითად უმცირესობების დასახლებაში არ გაგვაჩნია. და ალბათ ამ ბოლოდროინდელმა პროპაგანდამ და ამ ორგანიზაციების და მედია საშუალებების მტრად გამოცხადებამ შეცვალა კიდევ უფრო სიტუაცია შეიძლება არც და მაგრამ აი როგორია შეფასება ან რამდენად არის გართული, იმიტომ რომ ეხლა თქვენი საქმიანობა როცა ადგილობრივ დონეზე მუშაობ, მაინც ნდობა უნდა მოიპოვო, კავშირები უნდა დაამყარო, რაღაცნაირად ეს ქსელი უნდა გააფართო, თუნდაც რაღაცა გამოქვეყნებული სტატიით თუ გამოქვეყნებული მასალებით რაღაცნაირად უნდა დაანახო, რომ ადგილობრივად რაღაც მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებ. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების თქვენს ალბათ ეს რაღაცა კომუნიზმის მშენებლობა და რაღაც ჯაჭვების გაბმა და რაღაცა ამ კავშირების დანახება და ან იმის დანახება, რომ პასიურობის და გათიშულობის ნაცვლად შეიძლება რომ საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი უფლებებისთვისაც იბრძოლო. ამ პროცესში ამ ნდობის შენება მნიშვნელოვანი რა. როგორია გავლენა ამათი აი ამ ბოლო 2 წლის პროპაგანდის მაგ იმაზე, ნდობის ამბავზე? იცით როგორ არის ახლა უბრალოდ ვფიქრობდით კითხვას რო სვავდით, რომ წარმოიდგინეთ, რომ მე ვერ გავზარდე მაგალითად ჟურნალისტების რაოდენობა ადგილზე, იმიტომ რომ რადიო მარნეულში მუშაობა
ეშინიათ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შედიხარ ხელისუფლებასთან კონფლიქტში. ანუ მე არ მესმის რატო არის პრობლემა, როდესაც ამოხეთქილ კანალიზაციაზე ვაკეთებ სიუჟეტ, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ხელისუფლებასთან რაღაც და რევოლუციას ვაწყობ, ანუ ფეკალიების თუ რა არის, ვერ გავიგე, მაგრამ ანუ ეს შიში აქვთ, ხო ხვდებით, რომ ანუ შენ შედიხარ ხელისუფლებასთან კონფლიქტში, მაშინ და ანუ აი ძალიან მცირე ჯგუფი დარჩა ჩვენთან არიანის ანუ ისტორიას ჩვენ ისტორიას ახსოვს როგორ წავიდნენ ზუსტად იმის გამო რომ უკვე აი ეს კრიტიკული გახდა ეს ურთიერთობა ხელისუფლებასთან და აშენ არ შეგიძლია ააშენო აი ეს ალტერნატივები რა ანუ გაზარდო გააფართოვო შენი მუშაობის შესაძლებლობა და ასე შემდეგ ანუ სხვა მუნიციპალიტეტებში სოფლებში რო გყავდეს კორესპონდენტი ვინც შენთან ითანამშრომლობს, ანუ არ გამოდის, ანუ ბოლო ეს 5 წელი აბსოლუტურად შენ გეშინია, რომ ეს არ წახვიდეს, ვინც ყავს, იმიტომ რომ იმდენად ისეთი ზეწოლა არის მათზე ყოველდღიურად, ანუ ჩემ თანამშრომლის ოჯახის წევრმა დაკარგა სამსახური ზუსტად იმის გამო, რომ ის რადიოში მუშაობს და მას ესე უთხრეს, ან შენი შვილი რადიოში მუშაობს, ან შენ მიდიხარ სამსახურიდან. და ნუ მშობელმა აირჩია რომ მის შვილი იმუშაოს და არა ის და დღემდე ანუ პრობლემა არის ეს და ნუ და ჩვენ ხედავთ რამხელა ზეწოლაა ჟურნალისტებზე როდესაც შენ საკუთარ ქუჩაზე ვერ გადიხარ იმიტომ რომ ყველა არის მერიაში დასაქმებული და დაქცინიან ან რაღაცას წამოგაძახებენ და შენ ეს უნდა მოითმინო ეს ძალიან რთულია მაგრამ ჩვენ უბრალოდ იმდენად გვჯერა რომ ანუ ცამდე მართლები ვართ იმას რაც ვაკეთებთ ანუ ეს რაღაცნაირად აი რაღაც ესეთი რწმენა იმას რასაც აკეთებ აი ეს გვამოძრავებს დღესაც თორე სხვანაირად შეუძლებელია ანუ შეუძლებელია ამ მუშაობა ამაში აი მაგალითად მარნეულის მერი აი ახლა თვითმმართველობის არჩევნები თუ იქნება აპირებენ ხო აი 5 წელი ტიპი არის მერი ხმა არ გაგვიგონია მის გაგვირბის ადამიანი არ გელაპარაკება ანუ ეს არის აი ნუ ჩვეულებრივი რაღაც ზავხოზი ხო ანუ მერი ვინ არის ახლა ხო იქ ქუჩა არ არის ის არ არის ეს რაღაცა და ამას უნდა აგვარებდეს ამაზეც საუბარი არ შეუძლია და ამის პოლიტიზირება მოახდინეს ანუ ამის პოლიტიზირებაც მოახდინეს და შენ არ შეგიძლია არაფერი რო გააკეთო იმიტომ რომ ყველაფერს რასაც იტყვი ყველაფერში ხარ ანუ ანტი არა და იმ დღეს ქუჩა მაქვს ათხრილი რამდენი ხანია ვერ გეტყვით თვეები მანქანა გამიფუჭდა შეუძლებელია უკვე ანუ სიარული და პოსტი დაუწერე ნუ რა არის და ხრეში დამეყარს ოღონდ აი ორბინას გაივლი და ეს არის რა ქვია ტბა არის ანუ ჩემი აქტივობა გამოიხატება იმაში რომ ანუ ეს მაინც გავაჩუმოთ აი ამაზე ვლაპარაკობთ მაგრამ ეს არის სახელმწიფო არა რომელიც ზრუნავს იმაზე რომ შენ კარგად იცხოვრო როგორც მოქალაქე ახლა ერთსაც დავამატებ ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავ და ეს ერთადერთი ესეთი პოლიტიკური ღონისძიება არის როდესაც თანამდებობის პირები ჩამოდიან მარნეულში და ულოცავენ ადგილობრივ მოსახლეობას და ნუ ჩამოდის ვიცით კობახიძე ყაველაშვილი და დღე და ღამე აკეთებენ გზას იმისთვის რომ ჩამოსრიალდნენ ამ გზას ველოდებით 8 წელი 8 წელი ანუ ისინი რომ ჩამოსრიალდნენ წვიმები იყო თან ღამე გაივლი მუშაობენ ანუ არ შეიძლება რომ მოქალაქეებისთვის იმუშაონ და ამაზე ვლაპარაკობ მე ანუ ამაზე ლაპარაკობს რადიო და გეუბნება რომ არ შეიძლება რომ აი შენ რომ მოქალაქე ხარ და ცხოვრობ და გინდა რომ კარგად იცხოვ კომფორტულად იცხოვრო ანუ ყაველაშვილის გამო არ აკეთებდნენ გზას ანუ ჩემს გამო აკეთებდნენ მოქალაქისთვის და ანუ არა შენ არ ხარ კარგი ანუ შენ ხარ თან ანუ არ არის სირცხვილი რომ იმისთვის რომ ადგილობრივების პრობლემებზე რომ ვილაპარაკოთ ვიღაცა ამერიკელი და ევროპელი განამხდელი ამის ფულს იხდის ხო ანუ განსაკუთრებით სამწუხარო შენთვის როგორია შენი შეფასებით სოლიდარობის შენებას თუ ახერხებთ
გონია რომ მეტწილად ვახერხებთ, მაგრამ ეს პროპაგანდისტული წნეხი საკმაოდ რა თქმა უნდა მძიმეა რა. აი მათ შორის, როდესაც საველე სამუშაოებზე გავდივართ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ვმუშაობდით, მე მახსენდება ერთი ფაქტი, რომელიც აი ეს ჩვენს აგენტად გამოცხადებას, როდესაც ცდილობენ, ხო? და იქ დახურული შეხვედრა, როდესაც არის, ქალები იღებენ სერვისს და ეს კონფიდენციალურია, მე მახსოვს ჩვენთან მიზანმიმართულად მოვიდა მერიის წარმომადგენელი და ცდილობდა გადაეღო მონაწილეებისთვის ფოტოები თუ ვინ იმყოფებოდა და ვინ იღებდა ამ სერვისს. ამის გარდა ქონია პრაქტიკა, როდესაც მათ შორის დახურულ შეხვედრაზე, როდესაც კრიტიკულად მსჯელობენ ახალგაზრდები და მიმდინარეობს ტრენინგი და შემდეგ პროპაგანდისტული მედია საშუალებები ცდილობდნენ შემოჭრას. ეს და კიდევ სხვა აქტივობები, რასაც ჩვენ დისკრეტაციას მიემართება და მათ შორის დაშინებას და საქმიანობის არ წარმოების გაძლიერებას აისახება მოსახლეობაზე ცალსახად, იმიტომ რომ მუდმივად ცდილობენ ჩვენს მტრის ხატად წარმოჩენას. როდესაც ისეთ საქმიანობას ვაწარმოებთ და ვაკეთებთ, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის საკეთილი დღეა და აქ საერთოდ არაფერი არ არის იმ სტატუსის მატარებელი, რასაც ცდილობენ რომ მოგვაწებონ, ხო? ამიტომ, ხო, ეს საკმაოდ გართულდა მოსახლეობის ნებისმიერ შეხვედრაზე მოწვევა, დასწრება, სერვისის მიღება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მუშაობს მუდმივად და რესურსები, როდესაც სახელმწიფოს ძალიან დიდი აქვს, გვებრძვის ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანიც და მათ შორის სახელმწიფოს მიზანიც უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობა და ეს იდეალურ ქვეყნებში ჩვენი თანამშრომლობა უნდა შედგებოდეს და იყოს დაფუძნებული ამ მიზანზე, რომ ერთობლივად შევძლოთ საზოგადო სიკეთის მშენებლობა და სოლიდარობის პრაქტიკების დანერგვა, რასაც ამ შემთხვევაში ძალიან რთულად ვაკეთებთ. მე მგონია, რომ ზოგადად ეს ხელისუფლება გაფეილებულია, არა იმიტომ რომ ტრამპმა რა თქვა, იმან რა თქვა, ანუ იმით რომ ეს მოქალაქეები, ანუ ჩვენ ძალიან ცუდად ვცხოვრობთ. და ამაში არის მათი ფეილი და ზუსტად ამას ებრძვიან. აი პროპაგანდა ამ ხალხზე არის, რომ შენ კი ცუდად ხარ. მაგრამ არაუშავს. მე შენ გაჩუქებ სიმშვიდეს, მაგრამ შენ უნდა იყო ცუდად. ეს ძალიან რუსულია. ზოგადად, ანუ იმიტომ რომ რუსეთში ზუსტად ეს არის, შეუძლია ნახევარ რუსეთს კანალიზაცია არ აქვს და უნიტაზი არ უნახიათ, მაგრამ ეს არის, რა ქვია, უნდა გაიმარჯვოს ომში, რომელიც 100 წელი არ სჭირდება. კი, ანუ აი სიღარიბის მენტალიტეტი რომელიც რუსეთში ძალიან კარგად იმუშავა, ანუ ჩვენთანაც ცდილობენ, რომ აი ეს დანერგონ, იმიტომ რომ ჩვენ ქონდა პერსპექტივა, რომ პირიქით ამ სიღარიბის მენტალიტეტიდან გამოვიდეთ, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვსაც აქვს უფლება, რომ მიიღოს ისეთი განათლება, როგორც ქალაქელ ბავშვს აქვს და მისი მასწავლებელი იყოს ისეთი განვითარებული და ეხლა პირიქით მიდის, რომ ისევ ჩვენ ვუბრუნდებით ამ სიღარიბის მენტალობას, რომ სოფლად მცხოვრები ბავშვი ახლა ასფალტზე რო არიაროს რა მოხდება. ხო, ანუ ეს ძალიან სამწუხარო ეგ ერთ-ერთი სხვა პოდკასტშიც ვისაუბრეთ, რომ ეს ცხადზე უცხადეს რეალობა, რომელიც ძალიან მწარე შეიძლება იყოს და საფრთხეებს გიქმნიდეს, შენ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდეს, შეიძლება გადაფაროს პროპაგანდამ, რომელიც აი საერთოდ ქიმერულ რაღაცა იდეებს ეფუძნება. აი ამის იქეთ მინდა რომ ოპერაციულად ანუ მუშაობის ნაწილში სხვა რა სირთულეები მოიტანა ამ საკანონმდებლო აურსაურმა, რაც ხდება, ჯერ რუსული კანონი იყო, მერე ფარა იყო, რაღაცა იქ რაღაცა მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელი იყო, ამასთან ეხლა გრანტების მაუწყებლობის შესახებ კანონი იყო, გრანტების შეფასება საერთოდ რა არის ოკეი და რა არა, ეგეც ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავზე აიღო.
ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო რომ ამ უცხო ინტერესებს ძალიან დასდევენ, მაგრამ რავი, ძირითადად ეგრე ხდება, რომ გაქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს გაქვს კონკრეტული ინტერესი, რაღაცაზე მუშაობა გინდა, შენ მაგ ინტერესს თავაზობ დონორს, იმიტომ რომ სხვა შესაძლებლობა ფაქტობრივად არ არსებობს, რომ რაღაცა კონკრეტული ინტერესები გაატარო შენს ქვეყანაში, შენს ადგილობრივ თემში და მე ამ შენს ინტერესებზე მოყვება გარე დონორი, ნუ შესაბამისად შიდა ინტერესია, რომელზეც გარე მოყვება, მაგრამ ესენი ამ ინტერესს გარეთ სადღაც გარეთ დასდევენ და ამ საკანონმდებლო აუზაურში ერთი ეგ არის, რომ როცა ცოტა ადამიანი მუშაობს რაღაცა ორგანიზაციაში და ისედაც ეს პრობლემა არის, მე ეს შიშები ერთი რო გემატება და მე ბუღალტერია გემატება ძალიან დიდი. აი ოპერაციულ ნაწილში რა სირთულეები მოიტანა, მოკლედ მაგაზეც რომ ითხრეთ და საუბრობთ. ხო, ოპერაციულამდე სადამ გადავალ, მინდა ეს ცხადად თქვა ჩემი სათქმელი და ეს სივრცე მე მგონი მომცემს ამის საშუალებას, რომ ჩვენ წლების წინ განვაცხადეთ საქართველოს და კონსტიტუციურად გავწერეთ, რომ ჩვენი გზა არის ევროატლანტიკური სივრცე. და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები საქართველოს და ევროატლანტიკურ სივრცეს, ხო? და ეს ცხადია. განსაკუთრებით როცა საუბრობთ, რომ დონორების მხარდაჭერით ვაკეთებთ, ეს ღირებულებითი ერთიანობა გვაკავშირებს და სულ მაქვს ის განცდა, რომ ამ პროპაგანდის გარდა ამათ არაფერი სათქმელი ჩვენთან არ აქვთ და ამაში დარწმუნებული ვარ და კონკრეტულად რას გულისხმობ. ის რომ მე ქართულ საქმეს ვაკეთებ და ვერანაირი სტატუსი ვერ მომაწერენ, შემიძლია ჩამოვთვალო დღესაც და რა არის ამაში აგენტობა. როდესაც მე ვიცავ ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრეობას, მე ვცდილობ ისეთ მუნიციპალიტეტებში მივაწოდო ქალებს სერვისი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, სადაც წვდომა არ აქვს და ამაში სახელმწიფო სექტორის დიდი და ბრალეულობა არის. მე ვცდილობ ვიკულიო და ვისაუბრო ხმამაღლა ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ხო? ჩვენ ვცდილობთ, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რასაც რეგიონში ვაწყდებით, გზის, გაზის არარსებობის შემთხვევაში და ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში, ხო? და სხვა უამრავი, რომელიც ახალგაზრდების მხარდაჭერას და გაძლიერებას მიემართება. მაშინ, როდესაც ასევე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გვაქვს და ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ადამიანებმა კურსები გაიარონ და დაიფინანსონ უნარების გაძლიერების კუთხით. რა არის ამაში არაქართული, რომელ ღირებულებაში არ ჯდება და სად განსაზღვრა და ვინ განსაზღვრა, რომ ეს არ არის ქართული და მე უნდა ვიყო ამ საქმის გაკეთების გამო აგენტი, ხო? ეს კითხვა მაქვს და მე არც ამ საკანონმდებლო სივრცეში, რომელსაც ქართული ოცნება მუდმივად აინიცირებს და ჩვენს დაშენებას ცდილობს, ვერ ვაქცევ საკუთარ თავს და ვერც ორგანიზაციულად და ვერც ჩემი თანამშრომლები, იმიტომ რომ მე ვაკეთებ ქართულ საქმეს, რომელიც წლების წინ და დეკადების წინ მიზანმიმართულად იყო ევროატლანტიკური სივრცესთან გაერთიანება და ამ მიზნის მიღწევა. რის მშენებლობაშიც ვიღებ ასევე თითოეულ ჩვენგანი წვლილს. მე ეს მინდოდა რომ ესე გულიდან მეთქვა, ხომ, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა. და ხო, ეს კანონები ჩვენ ბევრ ბიუროკრატიას გვაცლის. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასევე სმენელისთვის მინდა რომ გასაგები იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა მხარს არ უჭერს არასამთავრობო სექტორს და არ მოდის დაფინანსებები, ამიტომ შეუძლებელია იფუნქციონიროს მაშინ ამ სექტორმა. თუ ჩვენ ამ ქართულ კონტექსტზე ვისაუბრებთ, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ დასავლეთიდან მხარდაჭერებს, ხომ? ეს ბიუროკრატიები მუდმივად გვემატება, ეს ფინანსური იქნება, ბუღალტრული იქნება, თუ არსებობა არ არსებობის შემთხვევაში, თუმცა მგონია რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და დარწმუნებული ვარ ჩვენი ორგანიზაცია მაინც გავართმევთ თავს და გავაგრძელებთ ქართული ჩვენ შემთხვევაში აჭარაზე კონცენტრირებულ და საჭიროებაზე მიმართულ საქმიანობას. ხო, ჩვენ მაუწყებლობის შესახებ კანონი გვეხება, ეს მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციებისთვის ფარა არის. ჩვენ გვეგრძალება კონტენტის წარმოება უცხოური დაფინანსებით. ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მაშინ მუშაობა, ხო? და წარმოიდგინეთ, რომ მარნეულში, ანუ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი მედია, რომელიც საუბრობს ეთნიკური უმცირესობების ენებზე. ჩვენ რა თქმა უნდა
გვაქვს როგორც ყველა მუნიციპალიტეტს აქვს თავისი ტელევიზია, რომელიც არის ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიებზე და აბსოლუტურად მათ მხრიდან არ ჩანს ის, რომ ისინი ხალხის ინტერესებს იცავენ, უფრო ქებადიდება გამოდის, როგორც ყველა პიარის და იმის სტრუქტურის ხელისუფლების და არ შემჩნევა პრობლემების და სხვადასხვა ქვეყნების მეზობელ ქვეყნების ესეთი დაფინანსებული მედიებიც გვაქვს, რომელიც ასევე მათ ინტერესებს ატარებენ. ანუ რატო ხარ შენ დამოუკიდებელი? ანუ რატო არასდროს მაგალითად არ მოგვიფიქრებია, რომ მარნეულის მერის ტენდერში ანუ მონაწილეობა მიგვეღო იმისთვის, რომ რაღაც გაშუქება, აი რა მოხდა ახლა საკრებულოს ხდომების გაშუქებაში, რომ ავიღოთ ფული, მაგრამ არა, ეს გეუბნება, რომ შენ უნდა მიყვე მის ნარატივს, არ იყო კრიტიკული და რა ვიცი, თუ ამაზე ჯერ კიდე გვიწევს მსჯელობა და განა ქართული ოცნებისა ეს მხარდამჭერები არ იციან, უბრალოდ ამაზე შეგნებულად შენ გიპირისპირდებიან, რომ აბსოლუტურად კარგად იციან, რომ ანუ შენ ხარ კრიტიკული და ამისთვის აკეთებ, რომ რაღაცა ცვლილება მოხდეს და იციან, რომ შენ არ აიღებ ქართული ოცნებისგან ფულს, იმიტომ რომ ის შეგიზღუდავს პროფესიულ თავისუფლებას. და ამაში არის ანუ საქმე და ახლა წესით დარიგით, აი ჩვენ ახლა რადიოში როგორც მოხალისეები ვმუშაობთ, იმიტომ რომ შეუძლებელი არის ახლა კონტენტის წარმოება და ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ამაში ფულს არ ვიღებთ. ჩვენ რადიოში ეს სათემო მაუწყებლობაა, მის ფილოსოფიაში და ჩვენ სტრატეგიაშიც გვიწერია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმუშაოს რადიოში მოხალისედ. ჩვენ ვართ ახლა მოხალისეები რადიოში, იმიტომ რომ მე ვერ გავაჩერებ ამ რადიოს მუშაობას იმის გამო, რომ ისინი მე მიგრძალავენ, ხალხმა უნდა გაიგოს რა ხდება ამ ქვეყანაში და ეს არის აი ეს ალტერნატივის მიცემა და მე სანამ შემიძლია რო ასე ვიმუშაო, მე მე გუნდს ვგულისხმობ, იმიტომ რომ მე არაფერი არ ვარ ჩემი გუნდის გარეშე, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთულ ბრძოლაში არის, ვიდრე შეიძლება მე ვიყო დღეს, როგორც რაღაც ადმინისტრაციულ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანი. ისინი გადიან გარეთ, ველზე, სოფელში, თვითმმართველობის წარმომადგენელთან ცდილობენ მუშაობას და ეს მათთვის არ არის მარტივი პროცესი, ძალიან რთულია და ძალიან აწვება ყველაფერს და მოკლედ ეს ძალიან ბევრი მხრიდან ეს ოჯახების და პატარა თემი არის და ვიღაცის ნათესავია, ვიღაცის ნათლია, ნაცნობი და ეს აი რაღაც საშინელი წრე არის, რომელშიც აი ახლა სულ რაღაც აგრესიაში ხარ და გინდა ამ ყველაფერს დაანებო თავი, მაგრამ ზუსტად იდეის გამო არ აკეთებს ამას რა. და კი, ანუ ძალიან დიდი პრობლემა არის დღეს დაფინანსება, რეგიონული მედია ყოველთვის იყო ღარიბი. მშვიდობიან პერიოდშიც იყო ღარიბი, იმიტომ რომ არ თვლიდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების ნაწილში ყოველთვის ყველაზე მცირე დაფინანსება იყო რეგიონულ მედიაზე. ჩვენ ვიცით ყველაფერი. ჩვენ ოპერატორები ვართ, ხმის რეჟისორებიც ვართ. მე მაგალითად ვაწყობ რადიო რგოლებს და ხმაზე ვმუშაობ, რატო, არ ვაკეთებ კარგად. ცუდაც აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ ვისწავლე, მაგრამ კარგად არ ვაკეთებ. რატო? იმიტომ რომ მე არ მაქვს რესურსი, რომ ვინმე დავიქირავო და ის გამიკეთოს, იმიტომ რომ არ თვლიან საჭიროდ. თქვენ უნდა ყველაფერი თვითონ იცოდეთ და მე ის რატო არ ჩანხართ? იმიტომ რომ არ ჩანვართ, რომ 4 კაცი აკეთებს ყველაფერს. და ეგ არის, სტუმრად რომ მოხვალთ, ძალიან კარგ ყავასაც ვაკეთებ სხვათა შორის, შეგვიძლია დაგპატიჟოთ, ამაშიც დავიხვეწეთ. აი ეს ყველაფერში კობა, იმის გამო რომ შეზღუდულია ფინანსები, რეკლამის ბიზნესი ადგილობრივი არასდროს ესე მხარს არ უჭერს, არც სახელმწიფო მედიას სხვათა შორის და არც ნებისმიერს, არ არის საკმარისი შესაძლებლობა რომ შეინახო მედია ორგანიზაცია. გაქვს ერთადერთი ალტერნატივა საერთაშორისო ორგანიზაციები. ახლა ამასაც ეცდებიან რომ შეზღუდონ, არაფერს უკანონოს გაკეთებას და გვერდის ავლა და რაღაცა ამის ნერვი ჩემ გუნდს ნამდვილად არ აქვს. ჩვენ ვიმუშავებთ იქამდე, სანამ შეგვეძლება მუშაობა და მე ვიპოვით რამე სხვა ალტერნატივებს, იმიტომ რომ ინტერნეტ ეპოქაში ვცხოვრობთ და თუ არა გვიგრძალეს, რა ვიცი, ახლა რამეს მოვიფიქრებთ, ენას არ მოგვიჭრიან.
და რამეს ვიზამთ, მაგრამ ნუ ხო, აი ესეთი ეს პროფესია არის, სულ ანუ ეხლა ტაილანდში იყო ხო, ეს მიწის ზურა ძლიერი, თურქეთში იყო ბოლო ხა ეხლა და ყველა აზიარებდა იმ ექიმების ვიდეოს, როგორ ოპერაციას აკეთებდა, არა და ისა რა ქვია, აზანზარებდა მთელ შენობას და რაღაცა იგივე არის ხო, ანდა შენ ამბობ, ექიმი, აი როგორი პროფესიონალია და რაღაცა. ახლა მიწის ზურა ჩვენთან არის სულთან და ანუ რანაირად უნდა დავტოვო ეს ჩვენი პროფესია არის, ჩვენ ამას მივუძღვენით, ჩვენი ცხოვრება რაღაცა ჩამოვყალიბდით და გვინდა რომ ვიმუშაოთ, ანუ აი ჩვენ ამ საოპერაციო მაგიდას ვერ დავტოვებთ, იმიტომ რომ ეს არის ანუ საზოგადოება არის ჩვენი პაციენტი, რომელიც გვინდა რომ გადავარჩინოთ, ანუ ჩვენი ხედვით, ჩვენი ალტერნატივებით და ასე შემდეგ. ანუ ეგ არის მეტი არაფერი და მათ გონიათ რომ ესე კანონი მივიღე და ჰაი და წავალ ახლა მე და სხვა საქმით დავკავდები ან რატო გონიათ რომ ყველას ევროპა გვინდა, ჩვენ ევროპა გვინდა რომ წავიდეთ, წამოვიდეთ და ისეთი ცხოვრება გქონდეს, თორე ახლა ევროპაში წასვლა, რა ვიცი, უკვე წავიდოდით, მაშინ ასე რომ მგდომობა და წასვლა. ყველაზე კარგი პერიოდი არის მსხვერპლის როლს მივითვისებთ და წავალთ იქ და ვიცხოვრებთ ასე, მაგრამ აქ ვრჩებით, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ვითარება არის. ბატონო, აი ბოლო თემა საუბრის შეჯამებისთვის, რაც მინდა რომ განვიხილოთ არის ის, თუ ხელისუფლება შეიცვალა, თუ ოცნებამ დაგვტოვა, რა იქნება ახალი ხელისუფლებისთვის დაკვეთა თქვენი სამუშაო მიმართულებების ნაწილში, რო გითხრათ, რა იქნება ის დაკვეთა, რასაც მოითხოვთ ახალი ხელისუფლებებისგან, რომ ისევ ერთი და იმავე წრეზე არ დავტრიალდეთ რაღაცნაირად. მე ვთქვა ანუ მე დიდი იმედია არ მაქვს ამ ალტერნატივის, თუმცა ნამდვილად ვიცით, რომ ანუ სხვა პოლიტიკური გუნდი რომ მოვა, ეს კანონები იქნება გაუქმებული და რაღაც ევროპულ გეს მაინც დავუბრუნდებით და ეს იმედს გვაძლევს, რომ სამოქალაქო სექტორი არ დაიშლება, ჩვენ აი ახლა ამ საპროტესტო აქციების დროს ახალი ადამიანები დავინახეთ, აღმოვაჩინეთ და მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ალბათ ბევრად უფრო კრიტიკულები ვიქნებით და ის არ დაგვემართება ყველას, რაც დაგვემართა 2012 წელს, რომ ჰაი და ეს ცუდი წავიდა და ეს მოვიდა და ვადროვოთ და მივედით უკვე 13 წლამდე და საშინელ მდგომარეობამდე, ნუ წესით უნდა ჭკუა ვისწავლოთ ამაზე და ალბათ ბევრად უფრო კრიტიკულები ვიქნებით. ხო, ალბათ ჩემი სიტყვა იქნება და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს პოლიტიკა შეიცვლება, ქართული ოცნების რეჟიმი დასრულდება და ახალი მრავალფეროვანი პოლიტიკური სივრცე შეიქმნება და ჩემი რაც ესეთი შეძახილი და რაღაცა ხმა იქნება ის, რომ პოლიტიკა ყოველთვის გატარდეს ინდივიდებისთვის კეთილდღეობის საკითხებს და ყველა ადამიანი იყოს დანახული ამ კეთილდღეობაში და არავის უფლება არ იყოს დარღვეული. ეს პოლიტიკა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. კეთილდღეობაში ცალსახად ბევრ რაღაცას მოვიაზრებთ, ეს ჯანდაცვის სექტორია თუ უფლებრივი ნაწილია თუ სიცოცხლის ნაწილია თუ ასე შემდეგ, იყოს ყველა ადამიანი იყოს აღქმულ თანასწორად და მასზე მიმართული პოლიტიკა გაატარონ. არავის ამ ქვეყანას აქვს ისტორიული ბექგრაუნდი, სადაც მრავალფეროვანი ეთნიკური თუ რელიგიური თუ სხვა აღსარებლობის ადამიანები ცხოვრობდნენ და მათ და ყველას გვაქვს ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და ყველას გვაქვს იმის თქმის საშუალება და გამოხატვის თავისუფლება, რომ არაც არ მოგწონდეს ის დავაფიქსიროთ და ამის მიხედვით გაატაროს სახელმწიფომ ჩვენს მიმართ პოლიტიკა და აღმოფხვრას ესა თუ ის გამოწვევა. ეს იქნება ჩემი შემდეგი პოლიტიკური სივრცის, თორსა ამ დროისთვის ალბათ ოპოზიციური პარტიებისთვის ბოლოს სიტყვა, რასაც შეიძლება რომ ეხა ამ წუთას ვუთხრა.
სულ ეგ იყო. დიდი მადლობა 64 სივრცის დათმობისთვის, ტექნიკური მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. მადლობა.